ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად. გადაცემის სპონსორია ელიტ ელექტრონიქსი. მოამზადეთ სიყვარულით ელიტ ელექტრონიქსთან ერთად. შეიძინეთ ბოშის გაზქვრივები და აირჩიეთ 150 ლარამდე ფასდაკლება ან თქვენთვის სასურველი წვრილი ტექნიკა საჩუქრად. ბოში შექმნილია ცხოვრებისათვის. გადაცემის სპონსორია რუბიკონი. შეიძინეთ ყველაზე მაქსიმალურად მომგებიანი პირობებით თქვენი მყუდრობინა ქობულეთში, ზღვისპირას, სამშენებლო კომპანია რუბიკონის დასრულებულ მრავალფუნქციონალურ კომპლექსში. გარეკეთ 570 90 90 76 570 300 320. ქობულეთი, რუბიკონი, მეგობრობის 2. პარლამენტი მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვას იწყებს. ასახავს თუ არა 2015 წლის ბიუჯეტი მმართველი გუნდის დაპირებებს და რატომ იწუნებს ოპოზიცია მთავრობის მიერ გაცხადებულ სოციალურად ორიენტირებულ ბიუჯეტს. კვირის მთავარი ეკონომიკური თემით პირდაპირ ეთერში ეკონომიქსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მთავრობამ ნოდარ ხადურის უწყების მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი მოიწონა და დოკუმენტის პირვანდელი ვარიანტი განსახილველად საკანონმდებლო ორგანოში გადააგზავნა. როგორც წელს, მომავალ წელსაც ბიუჯეტში მთავარი პრიორიტეტი სოციალური სფეროა დაფინანსება 92 მილიონით იზრდება, თუმცა ამ დრომდე უცნობია გაიზრდება თუ არა მომავალ წელს პენსიები. იმის მიუხედავად, რომ ოპოზიცია პროექტს დეტალურად არ იცნობს, შენიშვნები უკვე აქვს. საპარლამენტო უმცირესობას 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმა არ მოსწონს და ამ მაჩვენებლის გაზრდას ითხოვს. ასევე ფინანსთა სამინისტრო მომავალ წელსაც ბიუჯეტის დეფიციტის შევსებას ვალით აპირებს. გარდა ამისა, ახალი საფინანსო წელს ახალ საბიუჯეტო რეფორმა იგეგმება, რომლის თანახმად ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში იქნება განთავსებული. რატომ დადგა დღის წესრიგში ეგრეთ წოდებული სახაზინო კონტროლი, ასახავს თუ არა 2015 წლის ბიუჯეტი მმართველი გუნდის დაპირებებს და ახალი ხელისუფლების მმართველობის 2 წელი. რა შეიცვალა ქვეყნის ეკონომიკაში? ეკონომიქსის კითხვებს დღეს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალონდაძე უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე 292 11 99 292 11 88 და დასვათ შეკითხვა პირდაპირ ეთერში. ერთად შევაფასოთ ეკონომიკური მოვლენები. სტუმარი ეკონომიქსში. ბატონო ლევან, გამარჯობა. მოგესალმებით თქვენს ჩანელს. ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ანუ ეს მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, ზოგადად ბიუჯეტი არის ეს თემა ისეთი, რომელიცაც დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი. უკვე გაცხადებულია პრიორიტეტები, ვიცით, ეს არის სოციალური სფერო, განათლება და ასე შემდეგ და ეს არის სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და პირველადი ვარიანტი უკვე გადაგზავნილია პარლამენტში. ის პარამეტრები, რაც უკვე წარადგინეს, რომელსაც თქვენს სავარაუდოდ კი დარწმუნებული ვარ, რომ გაეცანით. არის თუ არა ის ბიუჯეტი, რომელიც მმართველი გუნდის დაპირებებს შეასრულებს? ძნელი სათქმელია. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის ის ბიუჯეტი, რომელიც სრულად ასახავს მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებებს, მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელები და არ დაუკარგოთ ხელისუფლებას ის, რასაც აკეთებს. ეს არის, მოდით ასე ვთქვათ, ნაწილობრივ დაპირებებზე ორიენტირებული. არასრულად, მაგრამ ნაწილობრივ დაპირებებზე ორიენტირებული. რატომ არის ახლა ეს ასე? ამას განსაზღვრავს და ამას განაპირობებს პრაქტიკულად გავლილი 2013 და აც უკვე მიმდინარე 2014 წელი. 2013 წელსაც და 2014 წელსაც საბიუჯეტო პროცესების თვალსაზრისით ქვეყანაში სახარბიელო სიტუაცია ნამდვილად არ იყო, არც ახლა სახარბიელო სიტუაცია, არის სერიოზული პრობლემები და აქედან გამომდინარე მე მექნება შტაბ-ბიჭდილება, რომ ხელისუფლებამ უბრალოდ მეტი ტვირთი ვერ აწია ბიუჯეტში 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს გულისხმობ და აქედან გამომდინარე ეს არის ბიუჯეტი, რომელიც მეტნაკლებად რეალობასთან მიახლოებულია და მეტნაკლებად ასახავს იმ ტენდენციებს, იმ რეალობას, რაც დღეს სურათზეა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ყოველთვის იყო ის, რომ ბიუჯეტის დაგეგმა რამდენად სწორად ხდებოდა. ანუ ძალიან ხშირად ბიუჯეტის კორექტირება ხდებოდა, იმიტომ რომ ვერ სრულდებოდა ესა თუ ის მუხლი. ამ შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფინანსთა სამინისტრომ დავუშვათ ისწავლა თავის შეცდომებზე და სწორად დაგეგმა ბიუჯეტი. იგივე დავუშვათ 5%-იან ზრდასთან დაკავშირებით, რომელზედაც პრეტენზიები აქვს ოპოზიციას. თუმცა სანამ ამ კითხვაზე მიპასუხებდეთ, მე მსმენელს მინდა შევთავაზო უმრავლესობისა და უმცირესობის მოსაზრება აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით და შემდგომ თქვენ გამოგზავნოთ საუბარი.
პრიორიტეტები რაც ჩანს ესე პირველადი ნახვით, ეს არის სოფლის მეურნეობა, რა თქმა უნდა ჯანდაცვა, დაახლოებით 100 მილიონით იზრდება, ინფრასტრუქტურული მიმართულება და ზრდა არის ხელფასების და ზოგადად განათლების სისტემაში. არის ასევე სხვა მინიმალური სხვადასხვა მიმართულებით გაზრდა, მაგრამ ამას ჩვენ დეტალურად უკვე განვიხილავთ პარლამენტში. 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჩვენი საერთოდ არ არის საკმარისი, ასეთი ზრდის ტემპით საქართველოს საშუალო რეგულდორის დაეწევა რამდენიმე ათწლეულის შემდეგ და ჩვენ გვინდა რომ ეს პროცესი გაცილებით უფრო ჩქარა იყოს და მეორე რაც ასევე მნიშვნელოვანია, ხელისუფლება აგრძელებს ვალებით აღებული ვალდებულების დაფინანსების პოლიტიკას. 2 წელიწადში ჯამში რაღაც 3 მილიარდი ვალის აღებას აპირებს ცხადია ჩვენ ამას ხალხს არ დაუჭერთ. არ არის საკმარისი, მაგრამ თუ რეალური არჯობია, რომ რეალური დაიგეგმოს და არა დაუშვათ გაზრდილი ციფრი. არა, ასე ნუ დავსვამთ საკითხს. საკმარისი მართლაც არ არის, არც ეკონომიკური ზრდის ის მაჩვენებელი, რაც გაწერილია ბიუჯეტში და 5%-ია გაწერილი. ეს მართლაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია, ამ თვალსაზრისით დავეთანხმები ოპონენტის მოსაზრებას, მაგრამ რა განაპირობებს იმას? ის რა პოლიტიკა ჩამოყალიბებულია დღეს ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის, საბიუჯეტო პოლიტიკის თვალსაზრისით, უბრალოდ მეტის საშუალებას არ იძლევა. ჩვენ თუ შევძლებთ პოლიტიკის ძირითადი ვექტორების და ძირითადი პრიორიტეტების გადახედვას, სრულიად შეძლებელია სხვა რეალობა ჩამოყალიბდეს ქვეყანაში და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად განსხვავებული, მაგალითად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დავგეგმოთ და შევასრულოთ კიდევაც. ეხლა რეალურობასთან დაკავშირებით მე გავიზიარებ ფინანსთა მინისტრის განცხადებას, მე მოვისმინე ბიუჯეტის პრეზენტაციის დროს მისი განცხადება, რომ ეს არის საკმაოდ კონსერვატული მიდგომებით დაგეგმილი ბიუჯეტი. გარკვეულწილად გავიზიარებ თქვენს მოსაზრებასაც, რომ გარკვეულწილად ფინანსთა მინისტრომ და მმართველმა გუნდმა საკუთარი შეცდომები ნაწილობრივ აღიარა იმ ბიუჯეტით, რა ბიუჯეტიც არის წარმოდგენილი. პირველ რიგში ეს არის მოზომილი მაჩვენებელი მეტნაკლებად რეალური მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იანი. რაც შეეხება შემოსავლებს, რამდენად სწორად არის დაგეგმილი? მეორე მნიშვნელოვანი საკითხი შემოსავლებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოსავლების ნაწილთან მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ყოველთვის სადაო ხდება ხოლმე და მოვისმინეთ კიდევაც სინქრონში ორი ძირითადი მიმართულება. ერთი არის გრანტები, რომელიც 180 მილიონი ლარით არის დაგეგმილი და ვალდებულებების ზრდა, ანუ კრედიტები, რომელიც 1.320 მილიარდით არის დაგეგმილი. აქაც გარკვეული თავშეკავებულობა გამოიჩინა ფინანსთა სამინისტრომ, ვაღიარებ ამას, იმიტომ რომ შევახსენებ ჩვენს მსმენელს 2014 წლის ბიუჯეტში 1.6 მილიონზე მეტი იყო კრედიტების რაც ვერ შესრულდება სავარაუდოდ და ეს ეგრეთ წოდებული ტრენდი, ანუ ეს ტენდენცია ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა იმით, რომ გარკვეულწილად მოზომილი მოცულობით დაგეგმა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში 1.320 მილიონი ლარის ოდენობით კრედიტების გეგმა. მე შეგახსენებთ ეს გამორჩა საზოგადოებას და მედიას, ბიუჯეტი დგება როგორც წესი 3 წლიანი პროგნოზით. როცა 2014 წლის ბიუჯეტს ამტკიცებდა, მაშინ 2015 წლის საბიუჯეტო პარამეტრებში კრედიტების ნაწილში დაგეგმილი იყო 1.8 მილიონამდე. შესაბამისად, ეს ტენდენცია და ეს მიდგომა ფინანსთა სამინისტრომ შეცვალა და მეტნაკლებად უფრო რეალისტური მაჩვენებელი აიღო, მათ შორის და მხოლოდ 900 მილიონია მხოლოდ საგარეო სესხი და 400 მილიონი საშინაო ვალდებულებების ზრდა. ეს ვალდებულებაზე მინდა კითხოთ, ანუ მთავარი პრობლემა და ოპონენტების მთავარი კრიტიკის ობიექტი იყო ეს ვალის აღება. წელს მაგალითად შიდა ვალი აიღო ფინანსთა სამინისტრომ ბანკებიდან, კომერციული ბანკებიდან და ამას მეტი რაც დაგეგმილი იყო სხვათა შორის? არა, ეს არ ვიცით, მაგრამ შიდა ვალი აიღო იმაზე მეტი, რაც დაგეგმილი. ეს არ გაცხადებულა, ის იყო 400 მილიონი. სამაგიეროდ საგარეო წყაროებიდან საგარეო კრედიტები, რომელიც პირდაპირ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა მიმართული, პრაქტიკულად სერიოზული გარღვევაა ამ თვალსაზრისით. ანუ ვერ აითვისეს თანხები, წელსაც ხო იყო ეს პრობლემა? ორი პრობლემა უდგას მიმდინარე წლის ბიუჯეტს. ეს არის
ერთი გრანტების ნაწილში გარღვევა და მეორე საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში, ანუ კრედიტების, უცხოური კრედიტების აღების ნაწილში. შესაბამისად, ამ შემოსავლების დანაკლისი პირდაპირ პროპორციულად აისახება დაფინანსების, ანუ მხარჯველი ორგანიზაციების მიერ თანხების ათვისებაზე. შესაბამისად, სერიოზული გარღვევაა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების თვალსაზრისით, როგორც ფედერალურ დონეზე, ისე რაიონებში, რაიონული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით. სერიოზული პრობლემაა სოფლის მეურნეობის და ჩამორჩენა ამავდროულად სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსების თვალსაზრისით და მესამე მნიშვნელობა მათ შორის განათლებაში არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები, სკოლების რემონტი და ასე შემდეგ, რომელიც ასე ვთქვათ თავმოსაწონი თემა იყო ხელისუფლების ამ თვალსაზრისითაც გარკვეული ჩამორჩენა მაგრამ აქ კიდევ ერთი პრობლემა რომ თანხების ათვისება ვერ ხდება. იყო 6 თვის ანგარიში რომ ვერ აითვისეს თანხი, ანუ ფული არის და ვერ ხარჯავენ. მაგას ვამბობ ზუსტად რომ ხარჯველი ორგანიზაციების მიერ თანხების ათვისებაში გვაქვს სერიოზული ჩამორჩენა. აქ მე მაინც და მაინც ფინანსის სამინისტროს ბრალეულობას ნამდვილად ვერ ვხედავ. ფინანსის სამინისტრო ეს არის თავად არაორგანიზებულობა ხარჯველი ორგანიზაციების და ეს არის ძირითადად ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელსაც სერიოზული ყველაზე მსხვილი ჩამორჩენა აქვს ბიუჯეტში. შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის რეალურობაზე, რამდენად შესაძლებელია შესრულდეს, რამდენად აწევადია ის თვირთი, რაც 2015 წლის პარამეტრებით არის გათვალისწინებული, სწორედ 2014 წლიდან უნდა ამოვიდეთ. 2015 წლის ბიუჯეტის შესრულება მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული როგორ დავამთავრებთ ჩვენ 2014 წლის დარჩება წინა წლის 2014 წლის ბიუჯეტის ჩავარდნის რამდენიმე მიზეზიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ის, რომ 2013 წლის ბიუჯეტი არ შესრულდა და 2013 წელს არსებული საბიუჯეტო პრობლემები გადმოყვა 2014 წელს. ხელისუფლებას დაბრალდა. კარგად, ჩვენ ამაზე გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ, ახლა გადაცემაში რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ვართ. ერთად შევაფასოთ ეკონომიკური მოვლენები. სტუმარი ეკონომიკსში. ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ვართ, შეგახსენებთ, რომ ეთერშია გადაცემა ეკონომიკსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს, ჩვენი გადაცემის სტუმარია ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე. ჩვენ საუბრობთ მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე. თქვენ უკვე შეგიძლიათ დაგვირეკოთ 292 1199 292 1188 და დასვათ შეკითხვა პირდაპირ ეთერში. ჩვენ კი გავაგზავნოთ საუბარი, ბატონო ლევან. მთავარი ერთ-ერთი დაპირება არის პენსიების ზრდა. ეს ბიუჯეტში მართალია 92 მილიონით იზრდება სოციალური სფერო და მათ შორის საპენსიო ვალდებულებებზე 34 მილიონით, მაგრამ ჯერ არავის არ უთქვამს, ყოველ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ პენსიების და მოხდება მომავალი წლიდან. უნდა ველოდოთ თუ არა, რომ პენსიები გაიზრდება. აი ამ ციფრებიდან გამომდინარე, რაც ახლა მე და თქვენ წინ გვიდევს. თუ გავითვალისწინებთ ბიუჯეტის პოლიტიკურ კონტექსტს და იმ ასე ვთქვათ პიარულ დატვირთვას, რასაც ემსახურება ხოლმე პოლიტიკოსების ხელში ბიუჯეტი, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნაკლებად ასე ვთქვათ მოსალოდნელია პენსიების და იმიტომ რომ პენსიების დას ხელისუფლება რომ გეგმავდეს, ეს თავიდანვე გაცხადდებოდა და ეს ასე ვთქვათ გარკვეული პოლიტიკური ქულების, მოპოვების და საზოგადოებაში ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობის და პოზიტიური დამოკიდებულების ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. მაგრამ აქ ისევ მეორე პოლიტიკური საკითხია, რაც უკავშირდება 2016 წელს. 2016 წელი არის პოლიტიკურად ცხელი წელი, არის საარჩევნო წელი და არ გამოვრიცხოთ და გარკვეული დაშვება გავაკეთოთ, რომ წინა საარჩევნოდ მაგალითად 2015 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გარკვეული პოლიტიკური მანევრი განახორციელოს ხელისუფლებამ და რაღაც მცირედით შეძლოს პენსიების გაზრდა. მე როგორც მგონია, მხოლოდ აი ამისთვის არის განსაზღვრული ის მცირედის და საპენსიო უზრუნყოფის ნაწილში ბიუჯეტში და სრულიად შესაძლებელია ამ თვალსაზრისით იქნას გამოყენებული. თავად მთელი წლის განმავლობაში რომ პენსიის ზრდა იანვრიდან ან თუნდაც თებერვლიდან და მარტიდან მოსალოდნელი იყოს, ამას ვერ დაგიდასტურებთ და წინასწარ გეტყვით, რომ ეს არ მოხდება. საბიუჯეტო ვერტშემოსავლების და მძიმე ხარჯვითი ნაწილის ფონზე ხელისუფლება ამ ეტაპზე ვერ აწევს
პენსიების გაზრდისთვის. თუმცა ვიმეორებ, სრულად შესაძლებელია წლის ბოლოსთვის გარკვეული პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ვივარაუდოთ, რომ რაღაც მცირედი ზრდა შესაძლებელია მოხდეს. თუმცა აქ მეორე მომენტიც არის, ეს არის ჯერ შავი ვარიანტი ბიუჯეტის პროექტზე, ანუ პროცედურულად გამარტებას ვაკეთებ, რომ ეს განხილვები როდესაც დაიწყება, შემდეგ გარკვეული შესწორებებით დაუბრუნდება მთავრობას და ალბათ მთავრობა გარკვეულ შენიშვნებს გაითვალისწინებს. ანუ ჯერ არ დაწყებულა, ასე ვთქვათ, სერიოზული განხილვა, უბრალოდ ბიუროს ხდომაზე მოხდა ინიცირება და სავარაუდოდ მომავალი კვირიდან უკვე კომიტეტებში დაიწყებენ. პარლამენტი არის ერთ-ერთი სერიოზული კარგი გაგებით სავაჭრო, ასე ვთქვათ, არენა, სადაც ბიუჯეტზე პოლიტიკური ვაჭრობა მიმდინარეობს ხოლმე. თუმცა მთავრობა შეიძლება ითქვას, რომ თავის დაფინანსებით რაც წარუდგინა ხადურმა, მთავრობის ხდომაზე მოიწონეს ბიუჯეტი და არავის არ გამოუთქვამს უაუფლობა, ყველა თქვა, რომ ხო, ასე ვთქვათ, მოდით ვთქვათ პირველი ეტაპი, ასე ვთქვათ, მთავრობაში არის წარმატებით პოლიტიკური და ფინანსური ვაჭრობის, კარგი გაგებით ისე, ცუდი გაგებით ნამდვილად არა, ასე ვთქვათ, წარმატებით გაიარა ხელისუფლება, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ. ეს ამას ალბათ რო გვიჩვენებს რა მოყვება ამ ბიუჯეტის განხილვას, კიდევ რამდენიმე თემა, რომელსაც მე მინდა შევეხოთ, თქვენ აი ახალი საბიუჯეტო რეფორმა, რომელიც გაცხადდა, რომ მომავალი წლიდან სახაზინო კონტროლი, ეგრეთ წოდებული სახაზინო კონტროლი წესდება, თუმცა მსმენელია ხაზზე, სანამ მოვისმენთ ამ კითხვაზე პასუხს, მოვისმინოთ მისი შეკითხვა. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო? დიახ, გამარჯობათ. გამარჯობათ, გერაცვალე. მე მაინტერესებს. აი, რამდენად კანონიერია, ვისაც ერთი დღე არ უმუშავია და ვისაც 40 წლის სტაჟი აქვს, პენსია ერთდროინი უნდა ჰქონდეს, ჯერ ესა და მეორეც ისა უსინათლობა 22 ლარს მაძლევდნენ და ისიც აღარ მომწეს 2-3 წელიწადია. ერთნა იმაში შედის, რა ვქნა, პენსიაში და პენსიაში თუ შედის, მაშინ იმას ვისაც ერთი დღე არ უმუშავია და ჯამრთელი არის, იმასაც უნდა ისე ჰქონდა 150 და ავატყობს 150 მიპასუხოს თქვენმა იმან გასაგებია. მადლობთ ქალბატონო. სავსებით სამართლიანი შენიშვნაა ქალბატონის და ეს აზრი, ეს პრეტენზია საზოგადოებაში ძალიან დიდი ხანია მუსირებს. ამას ყველაფერს განაპირობებს ის, რომ რეალურად ქვეყანაში დღეს პენსიები არ არსებობს. ის რაც პენსიას იმას რასაც ჩვენ დღეს პენსიას ვეძახით, ეს არის რეალურად სოციალური დახმარება და თავისი ეკონომიკური შინაარსით ამას პენსიასთან არანაირი მნიშვნელობა და არანაირი კავშირი არ აქვს. პენსია ყველა ქვეყანაში განისაზღვრება სწორედ სტაჟის და საპენსიო დანაგროვის მიხედვით. ვინც დიდი ხნის განმავლობაში უფრო მეც დააგროვებს, მისი საპენსიო უზრუნველყოფა გაცემს. ჩვენთან ეს სისტემა არ არის. ყოველი ხელისუფლება ყოველთვის გვპირდება, რომ ასე ვთქვათ, რეალური საპენსიო რეფორმა გატარდება. ეხლაც მიდის ამ თემაზე საუბრები, თუმცა კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში მართლაც საპენსიო რეფორმა გატარდეს და ადამიანების პენსია სტაჟის, დანაგროვის მიხედვით დაენიშნოს, ამაზე მე მაინც მგონია, რომ ჯერ საკმაოდ შორს ვართ. ისევ დაუბრუნდეთ ახალ საბიუჯეტო რეფორმას და ეგრეთ წოდებულ სახაზინო კონტროლს. როგორ ფიქრობთ, რატომ დადგა დღის წესრიგში აღნიშნული რეფორმა? ანუ ექსპერტების აზრი იყოფა ორად. ნაწილი ამბობს, რომ ეს კარგია, გამჭვირვალე იქნება, უკეთესია, თუმცა საბანკო სექტორი არც მაინდა-მაინც, ასე ვთქვათ, კარგად გამოეხმაურა ამ. რას ნიშნავს ეს, რომ მარტივად აუხსნათ ჩვენს მსმენელებს? პრაქტიკულად მოდით ასე ვთქვათ, პრინციპში არ იცვლება არაფერი, გარდა იმისა, რომ ხარჯველი ორგანიზაციების, ანუ საბიუჯეტო ორგანიზაციების და ამ ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაციების ტრანზაქციები ყოველდღიურ რეჟიმში აისახება ხაზინის ანგარიშებში. შესაბამისად, ხაზინას აქვს ყოველდღიური მონიტორინგის და კონტროლის განხორციელების საშუალება. დღემდე როგორი სიტუაცია იყო? დღეს ხაზინა კონტროლს ხარჯველი ორგანიზაციების ხარჯვით პოლიტიკაზე ახორციელებდა კვარტალში ერთხელ, წარდგენილი ანგარიშგების ფორმის და ბალანსის მიხედვით. შესაბამისად, კვარტლებს შორის ოპერატიული გადაწყვეტილების
კრედიტების მიღების ან ოპერატიული კონტროლის განხორციელების უფლება მაქსიმალურად შესუსტებული იყო. მე არ მგონია რომ ამან რამე მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნას ზოგადად საზოგადოებას და მათ შორის საბანკო სფეროს. საბანკო სექტორზე ამ შემთხვევაში საუბარი. იმიტომ რომ ყველა მხარჯველ ორგანიზაციას, საბიუჯეტო ორგანიზაციას საბანკო ანგარიშები ჩვეულებრივად რჩება ბანკებში, ტრანზაქციები ბუნებრივია ხორციელდება ბანკების მეშვეობითაც, მაგრამ ამ ტრანზაქციების ასახვა ხდება სახაზინო ანგარიშებში ყოველდღიურად. მაგალითად ნოდარ ჯავახიშვილი ბანკი ქართულ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს არასახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც არც ქვეყნის ეკონომიკას წაადგება და არც საბანკო სექტორისთვის იქნება მისაღები. ხო, მაგრამ არგუმენტი ვერ მოვისმენე ბატონი ნოდარის მე. რატომ არის არასახელმწიფოებრივი? მე პირიქით მგონია, რომ აღრიცხვა ანგარიშგების მოწესრიგების თვალსაზრისით, იმ თვალსაზრისით, რომ სახაზინო სტრუქტურას და ფინანს სამინისტროს ყოველდღიურ რეჟიმში კონდეს საშუალება აკონტროლოს ხარჯველი ორგანიზაციები. რატომაც არ უნდა აკონტროლოს კითხვა. აბა ვინ უნდა აკონტროლოს? ანუ აქ ამბობს, რომ ფულის შოვნის ინიციატივა. არა, მე ვერანაირი არგუმენტი ასე ვთქვათ, ოპონენტების ამ ინიციატივასთან დაკავშირებით რეალურად ვერ მოვისმინე. საუბრობთ, რომ შეიქმნება პრობლემები, მაგრამ რა პრობლემები იქნება, ამაზე არავინ არ საუბრობს. საუბრობთ, რომ ოპონენტები საუბრობენ, რომ ეს არის მაგალითად ანტისახელმწიფოებრივი ხელშეუშლის გარკვეულ პროცედურების განხორციელება, მაგრამ კონკრეტულად რა შეუშლის, ამაზე სამწუხაროდ განცხადებები არ არის. და ფინანსის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია და თქვა, რომ პირიქით ეს ბანკებს დაეხმარებათ, რომ პრობლემას არ შეუქმნის ყოველ შემთხვევაში ასეთი ამათი მოსაზრება. მე არ მგონია, რომ რამე განსაკუთრებული დახმარება გაუწიოს ამ ბანკებს, ყველაფერი ისე დარჩება, მაგრამ ამას უბრალოდ ემატება ერთი კომპონენტი, სახელმწიფო ხდება ხაზინის სახით ოპერატიული მართვის უფრო მაღალ სტანდარტზე ადის. ამ თვალსაზრისით მე მგონია, რომ პირიქით კარგია. სვენელია ხაზე მოვისმინოთ შეკითხვა, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, გამარჯობა. გამარჯობათ. მე გაწუხებთ ეხლერის თაობაზე. ვარ პენსიონერი. 7 წელია დამეღუპა მეუღლე და დავკარგე ყველაფერი. აღარც სახლი მაქვს, აღარც კარი მაქვს, აღარც აღარაფერი იყო ისეთი რაღაცა, რომ ყველაფერი ცხოვრება დავკარგე. აიღო წყალმა. ვარ სხვისა ბინაში ერთ პატარა ოთახში შესული. სოციალურყოფიდან რომ მოვიდა აგენტი და შემამოწმა და გაისინჯა ჩემი საბუთები ყველაფერი და რაღაცა, მომანიჭეს დახმარება. დახმარება რო უნდა ამეღო, მე არ ამიღია საერთოდ არაფერი. დახმარება რო უნდა ამეღო, დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ გამოცხადით, მოდით ჩვენთანო და მივედი და მითხრეს სოციალურყოფაში, რომ შენ სახელზე კომპიუტერმა ამოაგდო ხარაგაულში მიწა გქონიაო. 30 წელიწადია მე ხარაგაულის გზასაით არის აღარ ვიცი უკვე დამავიწყდა. კითხვა რაში მდგომარეობს უკაცრავ დრო გვაქვს ძალიან ცოტა. ხო და დამწამართვეს ის დახმარებაც აღარ მომცეს, რომ მიწა არის შენზე დაფიქსირებულიო, რომ მივედი რეესტრში და ნახე, რეესტრში მითხრეს, ეს არჩევნებთან დაკავშირებით გავაფორმეთო. ვერც გაყიდი, ვერც მოიხმარ, ვერც გააჩუქებ. ფული უნდა გადიხადო და ისე გაუქმდეს ეს შენ სახელზე რო არისო. მე არც ფული მაქვს, არც საშუალება და ის აგენტი გაეგზავნათ იმ რეესტრში და გაერკვიათ, ხომ შეიძლებოდა და მე ესე გაჭირვებულს დამხმარებოდა ვინმე. ქალბატონო, გეტყვით ამასთან დაკავშირებით, ეს თემა ზოგადად უმწეობის სტატუსის, სოციალური სტატუსის მინიწიჭების და მათ შორის ქულების თემა არის ერთ-ერთი მტკივნეული თემა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული რეფორმირება ამ მიმართულებით გატარდა, გარკვეული ასე ვთქვათ კორექტირება სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ პროცედურებში ლიბერალიზაციის თვალსაზრისით შევიდა, მაინც გარკვეული ხარვეზების მატარებელია ეს სისტემა და ძალიან შორს ვართ სრულყოფისგან. მე ერთადერთი შემიძლია გირჩიოთ, რეესტრში ამ საკითხს ვერ გაარკვევთ. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს შესაბამისი სტრუქტურა, რომელიც საზოგადოების პრეტენზიებზეა ორიენტირებული და უბრალოდ უნდა მიმართოთ და გარკვეული პროცედურები უნდა დაიწყოს თქვენი კონკრეტული кейსის, თქვენი კონკრეტული საქმის შესწავლის და გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით. ძალიან ცოტა დრო გრჩება გადაცემის დასრულებამდე, აუცილებლად მინდა გკითხოთ 2 წელი. ხელისუფლების 2 წელი ეკონომიკური კუთხით. რისი გაკეთება შეძლო და ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ეკონომიკა შოკიდან გამოვიყვანეთ?
2 წელი, ეს არის 2 მძიმე წელი. 2 მძიმე წელი, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში ასევე ძალიან ბევრ სირთულეს გვიქადის. იცით, მე ასე დრამატიზირებას ასე დრამატულად არ შევაფასებდი საკითხს. იყო ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა, მაგრამ იყო ძალიან ბევრი ცუდი ინიციატივა. პირდაპირ ვიტყვი, ცუდი ინიციატივა. მაგალითად, ინიციატივა დაკავშირებული მიწის გასხვისების მორატორიუმის და შეზღუდვების თაობაზე. იყო ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც უახლოეს პერიოდში მაგრამ ეს ხო გამოსწორდა საკონსტიტუციო სასამართლომ? ბოლომდე არ არის გამოსწორებული, არის გარკვეული შეზღუდვები, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან ხარვეზიანი არის, ვთქვათ, არასასიამოვნო ინიციატივა დაკავშირებული ვიზების გამკაცრებასთან დაკავშირებით პირდაპირ აისახება გრძელვადიან პერსპექტივაში საინვესტიციო გარემოზე. მნიშვნელოვანი ხარვეზია, რომ პრაქტიკულად 2 საბიუჯეტო წელი ჩვენ სერიოზული პრობლემებით გვაქვს და 2013 წლის ბიუჯეტი ჩავაგდეთ, 2014 წლის ბიუჯეტიც, ასე ვთქვათ, გარღვევის რისკის ქვეშ არის. არის პოზიტივის, ბუნებრივია ის, რომ ბიზნესი მართლაც განთავისუფლდა წნეხისაგან და სახელმწიფო რეკეტისაგან. თუმცა ეს ახმები თუ არა თქვენი კოლეგების მოსაზრებას, რომ ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. იცით, მცირე და საშუალო ბიზნესი იყო ერთ-ერთი მთავარი დაპირება ქართული ოცნების წინასაარჩევნოდ. ჩვენ გვახსოვს, რომ პოლიტიკა ზოგადად ორიენტირებული უნდა ყოფილიყო მცირე და საშუალო ბიზნესზე, საგადასახადო კოდექსი მორგებული უნდა ყოფილიყო მცირე და საშუალო ბიზნეს ინტერესებზე. სამწუხაროდ ამ თვალსაზრისით ჯერჯერობით სერიოზული ჩამორჩენა გვაქვს. ჩვენ ისიც კი ვერ უზრუნველყავთ, რომ საგადასახადო კოდექსში რეალურად აგვესახა მცირე ბიზნესის ცნება და ის მხოლოდ ფიზიკური პირების ეკონომიკურ საქმიანობის, ასე ვთქვათ, რეგლამენტაციიდან გამოგვეყვანა და რეალური სფერო და სექტორი ჩამოგვეყალიბებინა. არის ბუნებრივი ამ თვალსაზრისით პრობლემები, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა, რომლის კარგად გამოყენება ხელისუფლებას შეუძლია და ეს ამ ხელისუფლების და წინა ხელისუფლების ორივეს დამსახურებაა, ეს არის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს ძალიან სერიოზულ შესაძლებლობებს და პერსპექტივებს ჩამოაჩენს. ახლა ბატონო ლევან, ცოტა ხნის წინ გავრცელდა დავით ონოფრიშვილის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში, რამდენადაც მე გავეცანი, არ არის გათვალისწინებული საპენსიო ფონდის გაზრდა, თუმცა საპენსიო რეფორმაზე ეკონომიკის სამინისტრო მთავრებასთან ერთად უკვე მუშაობს და ცვლილებების შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ანუ რას ნიშნავს ეს განცხადება? ანუ თქვენი, ასე ვთქვათ, ვარაუდი გამართლდა ამ კომენტარიდან გამომდინარე, მაგრამ რას უნდა ველოდოთ? უახლოეს პერიოდში არაფერს. მოდით პირდაპირ ვთქვათ, შევქმნით საზოგადოებას ილუზიას, რომ საპენსიო რეფორმას დაიწყებს დღეს ხელისუფლება და წელს ან თუნდაც მომავალი წლიდან, ან თუნდაც 2016 წლიდან შესაძლებელი იქნება განსხვავებული საპენსიო რეჟიმში და განსხვავებული საპენსიო ოდენობით პენსია მიიღოს ადამიანს. არაბუნებრივია, ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი, ერთ-ერთი ყველაზე რთული რეფორმა, რომელსაც შედეგი სამწუხაროდ ძალიან გვიან მოაქვს. მაგრამ უნდა დავიწყოთ ეხლა, რომ გარკვეული წლების შემდეგ ჩვენ შედეგი მივიღოთ. გასაგებია, განხილვები იწყება და შესაბამისად უკვე უფრო დეტალური, უფრო მეტი რამის თქმა მომავალი წლის ბიუჯეტზე ჩვენ უკვე შეგვეძლება ალბათ 1 თვის შემდეგ, უბრალოდ დეკემბერში, როდესაც მთავარი საფინანსო დოკუმენტი უკვე მიღებული იქნება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მომავალ ხუთშაბათს ამ სტუდიაში სხვა თემით და სხვა სტუმრით დავრუნდებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ინოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად.